თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ეს არის ყველასთვის კარგად ნაცნობი და ცნობილი საპროტესტო შეძახილი, რომლის მოსმენაც იმდენად ვერ აიტანა მოსამართლემ, რომ ის სიჭინავას საკუთარი დასკვნითი სიტყვის სრულფასოვნად წარმოთქმის საშუალებას არ აძლევდა. სწორედ ამას მოყვა სიჭინავას პროტესტი, მან მოსამართლეს განუმარტა, რომ ჰქონდოს სრული უფლება საკუთარი ტექსტი თავადვე განესაზღვრა. ამის შემდეგ უკვე კერენ ესებუას პროტესტი გამოიწვია ამ ყველაფერმა, მან იმღერა კარგად ნაცნობი ჰიმნად ქცეული სიმღერა, რომელიც ბოლო პერიოდის აქციებისათვის არის დამახასიათებელი. შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლემ, რომ ჯერ კერენ ესებუა, შემდეგ კი მარიამ სიჭინავა დაეჯარიმებინა, ამიტომ სიჭინავამ საკუთარი ყურით ვერ მოისმინა, რომ ის ირაკლი ზარქუასათვის შექმნილი დისკომფორტის გამო მოსამართლემ მორიგ ჯერზე 4000 ლარით დააჯარიმა. ჩაეხება ირაკლი ზარქუას არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატს, რომელმაც არაერთი განცხადება გააკეთა უკვე ჩვენზე, და ჩაეხება ირაკლი კობახიძეს, რომელიც ასევე არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს, რომელიც უსამართლოს ხავს ჯერ კიდევ ტყვეობაში. ხალბატონო ნინო, კიდევ ერთხელ რა ჩემი დასკვნითი სიტყვაა, საერთოდ არ მაინტერესებს თქვენ რა გქონიათ, მინდა ჩემ დასკვნით სიტყვაში ლექს წავიკითხავ, მინდა ვიმღერებ და რასაც მინდა იმას ვისაუბრებ, მაწყვეტინებთ ჩემი დასკვნითი სიტყვა, ჩემი დასკვნითი სიტყვა, მინდა ვიმღერებ, მინდა ლექს წავიკითხავ, თუ გინდათ ვიმღერებ, ხოლა, თუ გინდათ ამ სიმღერას ვიმღერებ, როგორ გირჩამიათ, რატომ აძავებ ხალბატონო ნინო, ჩემი დასკვნითი სიტყვა, ჩემი დასკვნითი სიტყვა, როგორც მე მომწოდებით, ისე მოუწოდეთ სიმშვიდისკენ. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ, არ ვნანობ იმას, რომ ირაკლი ზარქუას ვუთხარი ის, რასაც იმსახურებს. სწორედ ეს არის მორიგ ჯერზე 4000 ლარით დაჯარიმებული მარიამ სიჭინავას პოზიცია. რა თქმა უნდა, ადვოკატიც იზიარებს მის პოზიციას და სამართლებრივად განგვიმარტა ის დეტალები, რომელიც აბსოლუტურად არის აცდენაში მოსამართლის გადაწყვეტილებასთან. საერთო ჯამში რომ შევაჯამოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ მიიღო, სიჭინავა აცხადებს, რომ ეს არის აბსოლუტურად უკანონო, თუმცა ეს ყველაფერი მას ხელს ვერ შეუშლის, რომ საკუთარი მტკიცე პოზიციის დაფიქსირება მომავალშიც გააგრძელოს და კვლავ უთხრას ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებს ის, რომ ისინი საქართველოს ღალატობენ. ველოდებოდით, რომ მოითხოვდნენ პატიმრობას, თუმცა საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ რეჟიმისთვის მარტივი არ იქნებოდა კერენ ესებუას და მარიამ სიჭინავას პატიმრობაში დატოვება, ჩვენ ვართ ახლა გარეთ და ვართ თავისუფლებაზე. რა თქმა უნდა, ამ ჯარიმებს არ ვიხდით. კიდევ ერთხელ დავასახელებ რა მიზეზითაც. მიზეზი არის ის, რომ სამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ვემორჩილებით, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დაწესებულ ჯარიმებს არ ვიხდით და ჩემი ჯარიმების რაოდენობამ უკვე მიაღწია 80,000 და მადლობა ამისთვის ირაკლი კობახიძეს, ყოველთვის ვიამაყებ იმით, რაც გავაკეთე და ყოველთვის ადამიანებს, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ქალს დავუძახებ იმ სიტყვებს, რაც დავუძახე და ყოველთვის ქვეყნის მოღალატე იმბეცილებს, როგორიც არის ირაკლი ზარქუა, მიუმართავ იმ სიტყვებით, რა სიტყვებითაც მიუმართავ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი იყო სამართლებრივი შეფასება და ფაქტობრივ გარემოებზე დამატებითი მტკიცებულებები, სასამართლომ რა თქმა უნდა არაობიექტურად და არასამართლიანად განიხილა მიმდინარე საქმე და არ გაითვალისწინა ის არსებითი მტკიცებულებები და ის სამართლებრივი შეფასება, რაც ჩვენს მიერ იყო გაზიარებული. მარიამ სიჭინავას მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვრა 4000 ლარით ჯარიმის დაკისრება, ხოლო კერენ ესებუას მიმართ 3500 ლარის ოდენობით. მარიამ სიჭინავას 4000 ლარიანი ჯარიმა, ხოლო კერენ ესებუას 3500 ლარიანი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ელოდებოდა პატიმრობას, მაინც ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო, რადგან ამტკიცებენ, რომ ამ პროცესში ირაკლი ზარქუა არა დაზარალებული, არამედ დამნაშავეა.